ამ ხავს შეწოვილი აქვს წყალი და შიგნით ინახავს წყლის ზედაპირი და ჭაობი აქ არ არის. ამ ეკოსისტემას ქვია ტორფნარი, ჭარბტენიანი ტერიტორია. სწორედ ამიტომ ქობულეთის ეროვნულ პარკში სტუმრობისას სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდებით. ის ერთ-ერთია საქართველოში იმ 4 დაცულ ტერიტორიას შორის, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ქობულეთის დაცული ტერიტორია ქალაქ ქობულეთში მდებარეობს და ბილიკის სიმარტივის გამო მისი გავლა ყველას ადვილად შეუძლია. როდესაც აქ მოხვალთ, პირველი რაც უნდა ნახოთ, თეთრი ანუ სფაგნუმის ხავსია. აქ არის თეთრი ხავსი, სფაგნუმი ქვია მას სახელწოდება, ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ღრუბელი და ვინაიდან მას აქვს წყლის შეწოვის უნარი, მის მასასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიძლება შეიწოვოს, გაასივდეს, აფუმფულდეს და თავისივე სპორებში შეინახოს ეს წყალი. წყლები და კვამები არის იმ დაგროვილს პირიქით უშვებს გარეთ. პირიქით უშვებს გარეთ და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით იკვებება. სხვა წყალთან კავშირი არ აქვს არანაირი. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სულ 17 სახეობის ხავსია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ადგილი თეთრ ხავს უკავია. ის ერთ-ერთია, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა. სფაგნუმამდე მისასვლელად ხის ბილიკი უნდა გაიაროთ, რომელიც მთლიანობაში 700 მეტრია. აი მოვჭიდე ხა მაგასაც ხელი. ეხა არ ფუჭდება ესე რომ თელი. ნახეთ, ამას არ აქვს ფესვები, სპორებით მრავლდება. ეხა დავაბრუნებთ მაგას ეკოსისტემაში. გაწვიმდება ამ საღამოს, შეიწოვს წყალს და ისევ არის ბედნიერი. აი ეს წყალი, რომელიც ეხა ჩვენ ხავსიდან გამოვწურეთ, არის ყველაზე სუფთა წყალი. იმიტომ რომ ატმოსფერული ნალექებით იკვებება და სხვა წყალთან კავშირი არ აქვს არანაირი, ასევე სფაგნუმის ხავს ახასიათებს ფილტრაციის უნარი და ეს უკვე გაფილტრული, გაწვენდილია ეს წყალი და არის ყველაზე სუფთა წყალი ბუნებაში. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ფლორის ასობით წარმომადგენელი გვხვდება. მათ შორის 8 სახეობა გლობალურ წითელ ნუსხაშია შეტანილი. მხოლოდ ქობულეთის აღკვეთილში 208 სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს. აქ ასევე აუცილებლად უნდა ნახოთ მწერი ჭამია მცენარეები. ირგვლივ აქვს წამწამები, ზემოდან წებოვანი ნივთიერება. ეს წებოვანი ნივთიერება ბზინავს. და როდესაც მწერი დაფრინავს, აინტერესებს რა ბზინავს. მიდის ახლოს და როცა მიდის ახლოს ეწეპება უკვე ზემოდან. და რაც მეტად ეწეპება, მით მეტად მოძრაობაში მოყავს წამწამები. ანუ ბრძოლობს ასადგომად და ექანება თვითონ ეს მწერი. მოძრაობაში მოყავს ეს წამწამები. და ნელ-ნელა იხურება ეს წამწამები. მიმდინარე წლის მაისში აქ ხანძარიც იყო. სავარაუდოდ ერთ-ერთმა სტუმარმა ტერიტორიაზე ნამწვი გადააგდო. მსგავსი შემთხვევები რომ არ მოხდეს, არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რაც ტერიტორიაზე შესულმა დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას. ეს არის კაცრი დაცვის ზონა. აქ თითქმის ყველაფერი აკრძალულია. ჰერბარიუმის აღებაც უნებართოდ არ შეიძლება რომ მივიღოთ. ანუ ვინმე რო ხავსი წაიღოს, მაგალითად ან რამე სხვა მცენარე არ შეიძლება. არ შეიძლება. ეს ნადირობა, თევზაობა, ცეცხლის დანთება, სიგარეტის მოწევა, ხმაური, შინაური ცხოველებით შესვლა, ეს ყველაფერი დანაშაული არის. ქობულეთის დაცული ტერიტორიებიდან კინტრიშის ეროვნული პარკისკენ მივდივართ. ქობულეთის მსგავსად კინტრიშსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. ის ქობულეთიდან 24 კილომეტრში სოფელ ცხენვანსა და ხინოს მთას შორის მდებარეობს. პარკის შესასვლელამდე სამანქანო გზა მიდის. კინტრიშის ეროვნულ პარკში როგორც ერთდღიანი, ასევე რამდენიმე დღიანი ლაშქრობის მოწყობაც შეგიძლიათ. დღეს ჩვენ ერთდღიან თამარის თაღოვანი ხიდის მარშრუტს გავყვებით. მეგზურები რეინჯერები არიან. პირველი, ვისაც აქ გაგაცნობენ, ყვავი მაშაა. პირველად გავიგე ფრაზა ყვავი მყავს მოშინაურებული. რანაირად მოხდა, რანაირად მოიშინაურეთ. და რა ბარტყი იყო, რომ ჩამოვარდა ხიდან და შემდეგ დაზარდნენ აქ თვითონ ადგილზე. და აღარ მიდის სულ აქ არის? არა, არცად აღარ მიდის აქ არის სულ. რა ხნის არის? ერთი თვის არის. და სახელი ხო არ შეგირჩევიათ? მაშა ქვია. რა სჭამს ხოლმე, რა უყვარს? ყველაფერს ჭამს. ღილს, ნიგოს, ყველს, ხორცს. ასევე მოგიყვებიან ამბავს თაფლის მოყვარულ ქურდ დათვზეც. დაფიქსირებული არის ქურდობის ფაქტი. აი აქედან მოიპარა ერთი ოჯახი გაანადგურა დათვმა თაფლი წაიღო. ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ გზას ვაგრძელებთ. აქ აუცილებლად უნდა ნახოთ მონასტერი და იქვე ტყეში შემორჩენილი ძველი ქვევრები.
ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემის თანახმად, ოსმალების შემოსევის დროს ტყეში აქ მოსახლეობა ინახავდა ღვინოს, რათა თავისი სუფრის ტრადიციები და იზიარების ტრადიციები შემოენახათ და მერე ჩუმად ეზიარებოდნენ და შემდეგ სუფრაზეც გაქონდათ ეს ღვინო. ანუ აქ საფრთხე ხო, ასე ვთქვათ, საფრთხე სამალავი გქონდეთ. თუ კინტრიში ამოხვალთ საინტერესო ისტორიებს ნანა ნოღაიდელი, ტურისტ და სპეციალისტი მოგიყვებათ. აქ მოისმენთ ლეგენდას თამარ მეფესა და თამარის ხიდებზე. თურმე ერთ დღეს მეფე მდინარეზე გადადიოდა და წყალმა ოქროს ქოში წაართვა. ამის შემდეგ თამარს უბრძანებია ისეთი ხიდები აეგოთ, რომელიც დიდი ხანი გაძლებდა. ხიდების მონასტრისა და ქვევრების შემდეგ შეგიძლიათ გეზი ჩანჩქერისკენ აიღოთ. აქ უკვე გზა ტყეში გრძელდება, ამიტომ ჩანჩქერამდე ან ფეხით უნდა მიხვიდეთ, ან მაღალი გამოვლობის ავტომობილით. თავდაპირველად კინტრიში სახელმწიფო ნაკრძალი იყო. სახელწოდებით შეიქმნა 1959 წელს. ეს შექმნის მიზანი იყო აქ არსებული ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, მოვლა პატრონობა. აქ უამრავი თითელი ნუსხის სახეობა, როგორც ცხოველი, ისე ფრინველი, ისე თევზი. რას აფიქსირებს კინტრიში ფოტოხაფანგი? ძირითადად შველი, დათვი, ტურაც არის, თხა გარეული ფსიტი, უფრო მრავლად ხდება შველი და ღორი. დაცული ტერიტორია როგორც ხედავთ 92% ტყითაა დაფარული, მათ შორის ფოთლოვანი და განსაკუთრებით ფოთლოვანი ტყეებში არის წითელი ნუსხის სახეობა. ვიდრე ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შეხვალთ, გირჩევთ ქობულეთში ტურისტულ ცენტრს ესტუმროთ. აქ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თუ რომელ ტურისტულ ბილიკზე ჯობია წასვლა თქვენ მიერ შერჩეული დროის მონაკვეთში. ამის გარდა აქ წინასწარ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა მცენარეს, ფრინველსა თუ ცხოველს, რომელიც შეიძლება ამ ორ დაცულ ტერიტორიაზე შეგხვდეთ.